გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი მონდებაძე, ვაგრძელებ ლექციების კურსს Cisco-ს კომპიუტერული ქსელები. დღევანდელი ჩვენი თემა არის მოწყობილობების კონფიგურირება ტერმინალის გამოყენებით. ანუ ავიღებთ ჩვენ ჩვეულებრივ switch-ს, რაც წინა ვიდეოში, წინა ლექციაზე მქონდა და როგორ ხდება კონფიგურირება, განახეთ. ერთ-ერთი მაგალითი, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, კონფიგურირებაში ბევრ რაღაცები მოიცავს თვითონ კონფიგურირება. მაგრამ აი მარტივ რაღაცას გავაკეთებთ. ანუ რა, ეს ჩვენი switch-ი როგორ რაღაცაა, იცით? ანუ შეგიძლიათ კონფიგურირება გააკეთოთ. კონფიგურირებაში ახლა დღეს ჩვენ გავაკეთებთ, პაროლს დავადებთ და მოკლედ ვისაუბროთ აი ამის გარშემო. პაროლი ხანდახან მნიშვნელოვანია რომ დავადოთ, რომ ვიღაც არ მივიდეს და თქვათ რაღაც არ გაგვიფუჭოს. მოდით ახლა ეს გავაკეთოთ ეს. რა თქმა უნდა, ვიყენებთ აი ესეთ ძალიან კარგ პროგრამას, ეს არის Cisco-ს Packet Tracer-ი. მოკლედ ავიღოთ ახლა რაიმე switch-ი, აი ეგ არის switch-ები, ავიღოთ აი უმარტივესი switch-ი. ავიღოთ კომპიუტერები, თქვათ desktop კომპიუტერი, ორი ავიღოთ. ჩვეულებრივი desktop კომპიუტერი და ავიღოთ აი ეს ლეპტოპი. ოღონდ ახლა ერთი რაღაც უნდა ესე ვთქვათ გასწავლოთ. სანამ აი ამას აერჩევთ თქვათ კომპიუტერს, ხო, მოდით ჯერ კონტროლს დააჭირეთ და მერე აი ამ კომპიუტერს. ახლა უყურეთ 1 2. ანუ და მერე შეგიძლიათ აუშვათ უკვე პრინციპში აი ეს ჩვენი ისა კონტროლს შეგიძლიათ აუშვათ. ანუ ეს რის საშუალებას გვაძლევს, ანუ რამოდენიმე აი ეს ხელი როა წავიღოთ, ესე ცალ-ცალკე როა დავდოთ, უცბად შეგვიძლია გავაკეთოთ აი ეს დადება აი ამ კომპონენტების, ამ შემთხვევაში ეს არის desktop კომპიუტერები, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ კონტროლს დააჭირეთ კლავიატურაზე, მერე მონიშნეთ რაც გინდათ დადოთ და ვთქვათ მოდი 1 2 და 3 კომპიუტერი დავდოთ. ეს რა თქმა უნდა შეიძლება აქ ვთქვათ ლეპტოპებიც გავაკეთოთ, ოღონდ კიდევ ერთხელ ჯერ დააჭირეთ კონტროლს, მერე ლეპტოპს, ანუ იმ კომპონენტს რომელიც უნდა დადოთ 1 2 3. ხო, აქ მერე შეგიძლიათ გადაართოთ, გამორთოთ, ან აქედან გამორთოთ. ხო, იგივე არის მიერთებაზეც, აი ვთქვათ ჯერ კონტროლს დააჭირეთ, მერე ეს ავტომატური მიერთება და აი ესე გააკეთოთ. აუგე კონტროლს შეგიძლია პრინციპში ხელი აუშვათ და აი ესე მარტივად განახორციელოთ მიერთება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ გაიმარტივოთ ცხოვრება და ზოგადად საქმიანობა. так, მოდით ახლა დავაკონფიგუროთ ეს ყველაფერი, ჩვენ ძალიან მარტივად ვაკეთებთ. ჯერჯერობით გვაქვს სტატიკური IP-ები 192 168 0.1. მოდი ამას გადავაკოპირებ. ანუ ეს არის კოპი და დანარჩენზეც უცბად გავუწეროთ სტატიკური IP-ები. აქ მარტო უკვე აი ეს ნაწილი დამახსოვრებული მაქვს, აი ეს ნაწილი და ორიანის უკვე ჩაწერა და 3-ის 4-ის უკვე მარტივი ამბავია რა, უცბად კეთდება. ესე შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ქსელი უცბად. ანუ 1 2 3, ეს უკვე მე-4 იქნება, მერე მე-5 და მე-6. აი ესე მე-6, აი ესე. უბრალოდ აი ესე გვაქვს. ხო, ახლა აი აქ თუ მაუსს მიიტანთ switch-ზე, თქვენ ნახავთ რომ აი მიერთებებს ნახავთ, აი უყურეთ fast ethernet 0.1. ანუ API ნიშნავს რომ მიერთებულია. ანუ ესე პირველი პორტი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პორტზე მიერთებულია. აი სულ ქვემოთ ველანი 1 რომ არის, იმის ზემოთ არის გიგაბიტ, ანუ გიგა ethernet 0.1 და გიგაბიტ ethernet 0.2. ანუ ეს შეგახსენებთ, აი ესენია, ეს ორია და დანარჩენი ესენია.
ესენი მოკლედ აი ესეთი რაღაცა გვაქვს. მოდით ახლა შევიდეთ და დავაკონფიგუროთ ტერმინალით. აი ესეთი აი ეს არის კონფიგურაცია, ტერმინალით ხდება. Ну აქ ჩარვისას ხდება აი რაღაცებს გამოაქვს, რაღაცა ინფორმაციები გამოაქვს, შეიძლება დაათვალიეროთ, შეიძლება საინტერესოც იყოს თქვენთვის ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ ჩვენ ჯერჯერობით სხვა საქმე გვაქვს, აი შევიდეთ აი ესე. ანუ აქ უკვე წერია switch-ი და მეტობის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ახლა ტერმინალში შესული. ტერმინალში, როდესაც ხართ შესული, აქ არის სამი დონეა ფაქტიურად. ერთი არის სამომხმარებლო user დონე. აქ მაინც ბევრს ვერაფერს ვერ დავაკეთებთ. არის მეორე დონე, ეს არის უკვე თვითონ პრივილეგირებული დონე, აქ უკვე ფუნქციები უფრო მეტია და მესამე არის უკვე კონფიგურაციის დონე. კონფიგურაციის დონე უკვე ნუ გასაგებია, რისთვისაც არის საჭირო, ნუ კონფიგურირება შეგვიძლია უკვე მოწყობილობის. ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის switch-ია. მოდით ახლა შევიდეთ, ნუ სანამ შევალთ კითხვის ნიშანს თუ დაბეჭდავთ, აი აქ უკვე ფაქტიურად help-ი გვაქვს, დახმარება, რომელიც გვეუბნება თუ რა ბრძანებებია აქ მოთავსებული. ნუ აი მაგალითად ავიღოთ show. ნუ show არის გამოჩენა და აი თქვათ აქ კითხვის ნიშანი. აი უკვე აქ უკვე ბევრი რაღაცების გაკეთება შეიძლება. აი მაგალითად ერთ-ერთი საინტერესო ARP როგორ გვაქვს აქ, ანუ აი უყურეთ show ARP თუ ARP რა როგორც გინდათ. აი ეს არის სისხლილი, რომელიც აი აქ ინახება. ნუ ჯერჯერობით ქსელი არ მუშაობს, ამიტომ აქ არაფერი არ იქნება. მაგრამ ნუ მე ვნახავთ, რომ აქ რაღაც გარკვეული ინფორმაცია გამოჩნდება. ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო არის ტერმინალში მუშაობა. ანუ ეს არის მოხმარებლის კონსოლური ინტერფეისი, რო ვთქვათ, კონსოლ SL რას ნიშნავს, არ ვიცი. ხო, ნუ C არის კონსოლი, E არის ინტერფეისი, L არ მახსოვს რა არის. ხო, ნუ მოკლედ აი ესეთი რაღაცა გვაქვს. მოდით ახლა ჩვენ იმისათვის რომ შევიდეთ პრივილეგირებულ რეჟიმში, ამისთვის არსებობს აი ესეთი ბრძანება, მაგრამ რაღაც ამ ბრძანებას ვერ უყურებ, enable არის, მაგრამ აი ხო აი ეს არის. აი პირდაპირ წერია, ანუ ესე იგი შევდივართ პრივილეგირებულ რეჟიმში. ნუ აქ კომანდები უკვე პრივილეგირებული რეჟიმის კომანდები გვაქვს. ეხლა უყურეთ, აქ უკვე აი შეიცვალა, ანუ აქ თუ მეტობის ნიშანი იყო user-ზე, აქ უკვე როდესაც გადავედით პრივილეგირებულ რეჟიმში, გვაქვს უკვე ეს მეტად დიდდება, არ დიდდება. ეს რომ დიდდებოდეს რა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ნუ მე მგონი გამოჩნდება მაინც რა გვაქვს. ხო, ნუ აქ შარპის ნიშანი თუ გვაქვს, ანუ switch-ის შემდეგ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში. აქაც თავისი ბრძანებებია, გაცილებით უფრო მეტი. აი ხედავთ, more, ანუ აქ უკვე enter-ს უნდა დააჭიროთ, რომ დანარჩენიც გამოაჩინოს. ნუ აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. აქ ახლა პრინციპში არის ბრძანებები, რომელიც თქვათ ძალიან მნიშვნელოვანია და სასარგებლო ბრძანებებია. მაგალითად ერთ-ერთი არის exit-ი, ნუ logout-ის პრინციპში, ნუ exit-ი და logout-ი პრინციპში ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ფუნქციონალი აკისრია. აქ show ბრძანებაც გვაქვს, ნუ SSH მე როცა იქნება ამაზეც ვისაუბრეთ, ნუ ძალიან საინტერესო ბრძანებებია მოკლედ რა. ხო, ნუ მოკლედ როგორც გითხარით, ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში და ახლა ჩვენ გვინა კონფიგურაციის რეჟიმში. ნუ აქ აი ეს ბრძანება გამოიყენება, აი პირდაპირ წერია enter configuration mode. ანუ აი ეს არის. მოდით აქ დავსვამ მე კითხვის ნიშანს. აი აქ აი ამ ბრძანებას აქ მხოლოდ აი ესეთი ოპცია შეიძლება დავარქვათ. და ანუ აი აქ configuration და მე აი ეს რა ქვია terminal, აი terminal, აი ესე შეგვიძლია ჩავსვათ.
აი უკვე შევედით კონფიგურაციის რეჟიმში, ანუ როგორ უნდა მიხვდეთ? ანუ switch, მე ფრჩხილებში წერია config და მე შარპის ნიშანი. ანუ ეს აუცილებელ, ანუ ეს მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვართ კონფიგურაციის რეჟიმში. მოდით ახლა პაროლი დავადოთ, ოღონდ ნახოთ აი კონფიგურაციის რეჟიმში რა ბრძანებებია, ანუ ძალიან ბევრი ბრძანებებია. ჩვენ ნელ-ნელა შევისწავლეთ ახლა ყველა შეიძლება არა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ბრძანებები შევისწავლით. აი ხედავთ, ძალიან ისეთი ბრძანებებია. ჩვენ გვინდა enable აი ეს აი ეს არის აქ modify enable password parameters. ანუ ეს არის ანუ enable სხვა რეჟიმში enable ბრძანება სხვადასხვა რამის ნიშანი, ზოგადად ბრძანებებზე შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ აი ვთქვათ user mode-ში როცა ვართ, იქ enable ვთქვათ რაღაცა ბრძანება, მაინც enable არ იყოს, ზოგადად ბრძანება სხვა რამე იყოს, როცა ვართ ვთქვათ პრივილეგი რეჟიმში, вообще სხვა რამის ნიშნავდეს და როცა კონფიგურაციის რეჟიმში ვართ, вообще სხვა რამის ნიშნავს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიმახსოვროთ. ხო, აქ კითხვის ნიშანს თუ დავსვავთ, enable აქვს ესე ვთქვათ ორი ოფცია, ერთი არის password და მეორე secret. ну მოდით ახლა აი ამ enable-ის, მოდი password-ი გამოვიყენოთ, ეს არის, ეს პრინციპში ორივე არის ერთი და იგივე, ოღონდ password-ი არის უფრო ძველი ვერსია, მაგათ შორის განსხვავება ის არის, რომ თქვენ როდესაც დააკონფიგებთ, ანუ parolls დავუყენებთ switch-ს, ანუ ჩვენ ახლა switch-თან მუშაობთ, ან ნებისმიერ სხვა, ესე ვთქვათ, მოწყობილობას, parolls როდესაც დააყენებთ, ან შეცვლით, ხო? ეს parolis დამახსოვრება ხდება მემორიში, რა თქმა უნდა, მუდმივი მემორია. ოღონდ parolis დამახსოვრება ისეთნაირად ხდება, რომ არ ხდება მისი დაშიფრვა. ამიტომ თუ თქვენ იცით მაგალითად როგორ უნდა შეხვიდეთ მოწყობილობაში და მემორი ნახოთ, ანუ მეხსიერება დაათვალიეროთ, ძალიან მარტივად აღმოაჩენთ აი ამ parols. მოდით ახლა ეს ძველი მეთოდი გამოვიყენოთ. ახლა paroli უნდა იყოს 1 2 3 4 5, ანუ ძალიან მარტივი. აი პრინციპში paroli უკვე გვაქვს. მოდით ახლა გამოვიდეთ აი ამ რეჟიმიდან, exit არის უკვე კონფიგურაციის რეჟიმიდან გამოსვლა და უკვე ჩვენ ვართ რადგანაც switch-ი და აი ეს შარპის ნიშანი აქ უკვე ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში, mode-ში. და აქ უნდა ავკრიფოთ აი ესეთი ბრძანება არის, უყურეთ, enter-ს დაარტყით. აი ეს write, უყურეთ, write running configuration to memory და მე რაღაცეებია კიდევ, ხო, ანუ memory, network-ი და უყურეთ ესეთი რაღაცა. მოდით ახლა ეს გადავაკოპიროთ. აი ესე შეგვიძლია ნახოთ მისი ესე ვთქვათ ვარიანტები რა გვაქვს, ჩვენ ახლა გვჭირდება memory-ში, ანუ memory-ში უნდა დავიმახსოვროთ კონფიგურაცია. ამ შემთხვევაში paroli, ჩვენ შემთხვევაში tag write, მერე memory. აი ესე. ახლა პრინციპში, ანუ ესე იგი building configuration, ანუ დაასრულა კონფიგურაცია პრინციპში. და okay გითხრა, ანუ ესე იგი ყველაფერი exit შეგვიძლია უკვე გამოვიდეთ, ანუ exit. და პრინციპში დავტოვეთ უკვე პრივილეგირებული რეჟიმი და ვართ ჩვეულებრივ user mode-ში, ანუ სამოხმარებლო რეჟიმში, ანუ mode-ში. მოდით ეს დავხუროთ და გავხსნათ თავიდან კიდევ აი ესე, აი ესეთი. აქ ეხლა უყურეთ, თუ ჩვენ ვეცდებით ეხლა გადავიდეთ იგივე ჩვენ ვართ user mode-ში თავიდან, როდესაც შევხვალთ და გადავიდეთ პრივილეგირებულ რეჟიმში. პრივილეგირებულ რეჟიმში გადასვლა უკვე ჩვენ ვიცით. enable და უყურეთ paroli მოგთხოვა. ახლა მე ავკრიფავ რაღაცა სხვას და enter-ი. ვერ შევდივართ. მაგრამ ეხლა თუ ავკრიფავთ ის რაც ავკრიფეთ 1 2 3 4 5, ანუ ესეთი, უკვე ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში. ანუ ესე parolis გარეშე ჩვენ ვერ შევდივართ პრივილეგირებულ რეჟიმში და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე ვერც კონფიგურაციის რეჟიმში შევართ. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია
შევიდეთ უკვე რადგანაც პრივილეგირებულ რეჟიმში ვართ, კონფიგურაციის რეჟიმში შევიდეთ. მოდით ახლა შევიდეთ აი ამ რეჟიმში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ანუ ამისთვის თუ თქვა ზეპირად არ გახსოვთ, ან ამხელა რაღაცის აკრეფვა გეზარებათ, ანუ configuration-ის აკრეფვა გეზარებათ, ну აი მოკლედ შეგიძლიათ ეს მოკლედ ესე გააკეთოთ. ну აქ enter-ი, ანუ მოგიქით რომ გაგრძელდეს enter-ი, მოდი აი ახლა და აქ არის ტერმინალი. ამაი ტერმინალია თამას, აქ ესე თქვა ზარმაცებისთვის არის ეს გაკეთებული. აი შევედით უკვე კონფიგურაციის რეჟიმში. და აქ უკვე ჩვენ გვინდა enable ბრძანება, ან რომლითაც ჩვენ შეგვეძლება თქვა პაროლის შეცვლა. ოღონდ მოდი გამოვიყენოთ ახლა მეორე ვარიანტი. ანუ აი ეს და მოდით აი ესე გავაკეთოთ. ანუ ესე enable secret. აი ესე და უკვე ჩვეულები პაროლი. ну მოდი 1 2 3 4 5 6. აი ესეთი პაროლი იყოს. ну რეალურ მოწყობილობას, ოდესაც ადებთ პაროლს, რა თქმა უნდა ესეთი ბანალური პაროლი არ უნდა იყოს, ცოტა რთული უნდა იყოს. შეგიძლიათ გაურიოთ სხვადასხვა სიმბოლოები, რომ თქვათ ესე მარტივად არ გაგვიტეხოთ, ну თქვათ აი ესეთი სიმბოლოები, თქვათ იგივე ძაღლუკა და ასე თქვათ ძახილის ნიშანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ну ანუ რაც უფრო სხვადასხვანაირ სიმბოლოებს გამოიყენებთ, ანუ მე ვამბობ, რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოთ რიცხვებიც, უნდა გამოიყენოთ ინგლისური სიმბოლოებიც და უნდა გამოიყენოთ ესე სხვა ნიშნები, ძახილის ნიშანი, თქვათ ძაღლუკა, პროცენტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც უფრო ესეთი აღრეული იქნება, მით უფრო ძნელი იქნება პაროლის გატეხვა. ну მოდით ახლა enter-ს დავარტყათ, უკვე პრინციპში შევცვალეთ პაროლი, ოღონდ უკვე იმ დაგვარად შევცვალეთ, რომ აი ამ პაროლის შიფრაცია ხდება, ამიტომ რომც თქვათ ნახონ ეს პაროლი სად არის, ეს ინახება ეს პაროლი დაშიფრული სახით, ამიტომ აი ესეთი პაროლის გატეხვა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ცოდნა არის უკვე ამისათვის უფრო მეტი უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ეს მოახერხოს. მოდით ახლა გამოვიდეთ აი ამ კონფიგურაციის რეჟიმიდან, ну აი უკვე ვართ აქ უკვე კონფიგურაციიდან გამოვიდით და ვართ პრივილეგირებულ რეჟიმში. ახლა გვინდა ჩვენ write-ი, აი ეს write-ი, ეს ბოლო არის write-ი. ესე და memory. აი ეს memory. ну აი უკვე ყველაფერი დასრულდა, შეგვიძლია გამოვიდეთ აქიდანაც. აი всё. ვართ უკვე ჩვეულებრივ user რეჟიმში. ну მოკლედ მოდით ახლა პრინციპში ვცადოთ. enable და აი პაროლი მოგთხოვა 1 2 3 4 5 6. ну შევედით. ესე აი ესეთი საინტერესო არის. მოდით ახლა პრინციპში ყველაფერი ვიქცია. მოდით ახლა აი სიმულაცია გავუშვათ. მოდით ანუ სიმულაცია real time-ია, ვიღოთ და მოდი გავაგზავნოთ აი იქიდან აქ. ну ეს უკვე დამთავრდა. აი ესე და მოდით ახლა აი აქ შევიდეთ და გამოვიყენოთ აი ეს ბრძანება, ERP ბრძანება. აქ ERP ბრძანება არ აგვაქვს, ამიტომ უნდა შევიდეთ პრივილეგი რეჟიმში, რომ აი ეს ბრძანება ERP უბრალოდ show ბრძანება გვინდა მოიცადე. მე მგონი ამ show-დან შეიძლება ნახოთ, აბა ნახოთ show ბრძანება და აი ამას აი ესე აი ERP კი ბატონო აი show და მე და გვანახებს ცხრილს. ახლა ნახოთ, ესე მოდით ნახოთ. არა გვაქვს მოიცადება სიმულაცია გავაკეთოთ. ну ხანდახან რაღაცები არ მუშაობს. ეს არის გადახვევა. მოკლედ გავაჩეროთ. ეს real time-ი ავიღოთ. ისე ვეცადოთ. ну არ გვიჩვენებს. სამწუხაროდ არ გვიჩვენებს. წესით უნდა გვიჩვენოს ცხრილი, რომელიც ERP არის.
არ ვიცი რატო არ მიჩვენებს, ну წესით ან ARP table-ში როგორც გითხარით ინახება ანუ IP მისამართი შესაბამისი, ანუ მოწყობილობის IP მისამართი და მათი რა, რომელ პორტზეა მოკლედ მუშაობს. ანუ იგულისხმება ეს პორტები, ფიზიკური პორტები. მოკლედ ამით ჩვენ დავასრულოთ მოკლედ ეს ჩვენი ლექცია და მომავალ შეხვედრამდე.